იქით და დაიქცეს ნავის წინა ნაწილისკენ მოძრაობა. ისრაელის საზღვაო ძალებმა ახლა უკვე გააჩერეს ღაზისკენ მიმავალი აქტივისტების ფლოტილის ბოლილიის ბოლო გემებიც, რითაც დასრულდა დრამატული მრავალდღიანი მცდელობა გაერღვიათ ისრაელის მიერ ღაზისთვის დაწესებული საზღვაო ბლოკადა. ორგანიზატორები გლობალური სუმუდის ფლოტილიიდან აცხადებენ, რომ ბოლო ორი ხომალდი სირიუსი და კაბო ბლანკო სამშაბათ საღამოს შეაჩერეს, როდესაც ისინი ჩრდილოეთიდან კვიპროსის მახლობლად მიუახლოვდნენ. მანამდე რამდენიმე სხვა გემი ეგვიპტის პორტ საიდთან ჩრდილოეთით შეაჩერეს მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა გაბნევა სცადეს. ფლოტილიაში შედიოდა დაახლოებით 54 ნავი და 500 აქტივისტი, რომლებიც თურქეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან მიემგზავრებოდნენ. ორგანიზატორების თქმით, ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას ეზიდებოდნენ და ცდილობდნენ ყურადღება გაემახვილებინათ ღაზას ჰუმანიტარულ კრიზისზე. მაგრამ ისრაელი ამბობს, რომ ბლოკადა უსაფრთხოების მიზნით არის საჭირო და ამტკიცებს, რომ შეჩერებულ ხომალდებზე ჰუმანიტარული დახმარება არ აღმოჩენილა. ფლოტილიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისრაელის კომანდოსებმა ერთ-ერთი შეჩერებისას ცეცხლი გახსნეს, მაგრამ ისრაელის მედიის ცნობით გამოყენებული იყო გამაფრთხილებელი გასროლები რეზინის ტყვიებით და დაშავებულები არ ყოფილან. ამჟამად ასობით აქტივისტი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის პაკისტანიდან, საბერძნეთიდან და ირლანდიიდან დაკავებულია, რამაც საზღვარგარეთ პროტესტები გამოიწვია. პაკისტანში დემონსტრანტები მოითხოვენ პაკისტანელი აქტივისტის საადედდინის გათავისუფლებას. ყველა აქტივისტი უნდა გათავისუფლდეს. ისინი უკანონოდ დააგავეს საერთაშორისო წყლებში. მათ უნდა მიეცეთ უსაფრთხო გავლისუფლება და ნებართვა, რათა მიაწოდონ ჰუმანიტარული დახმარება ღაზას. ათენში ბერძენი აქტივისტების ნათესავებმა განაცხადეს, რომ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ინფორმაცია თავიანთი საყვარელი ადამიანების შესახებ. ჩვენ არ მიგვიღია არანაირი დადასტურება, არც იმის შესახებ, რა მდგომარეობაში არიან ისინი და არც იმის შესახებ, თუ ცუდად ექცნენ მათ. მოგესალმებით ისრაელში. ჩვენ ვართ თქვენი მასპინძლები. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი უკვე ესტუმრა აშდოდის პორტს, სადაც დაკავებული აქტივისტები იმყოფებიან. მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებულ შემაშფოთებელ ვიდეოში ჩანს, როგორც სვან აქტივისტები თვალებახვეული იატაკზე და პოლიცია უხეშად ებყრობა მათ. ისინი აქ დიდი სიამაყით მოვიდნენ, თითქოს დიდი გმირები იყვნენ. და ახლა შეხედეთ, როგორ გამოიყურებიან. შეხედეთ მათ. აქტივისტებს თვალებახვეულებს ისრაელის ეროვნული ჰიმნის მოსმენაც კი აიძულეს. ბენ-გვირი მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაუს, რომ ისინი დიდი ხნით დატოვოს ციხეში და მათ ტერორიზმის მხარდამჭერებს უწოდებს. ამასობაში ფლოტილიას ყურადღებით აკვირდებიან ვაშინგტონშიც. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა 4 აქტივისტს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პალესტინელთა საზღვარგარეთის სახალხო კონფერენციასთან, ორგანიზაციასთან, რომელიც უკვე აშშ-ის სანქციების ქვეშაა. ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ფლოტილიას ტერორიზმის მხარდამჭერად მოიხსენიებს და ადანაშაულებს რეგიონში მშვიდობის დამყარების მცდელობების ხელის შეშლაში. ორგანიზატორები უარყოფენ ამ ბრალდებებს. მაგრამ ეს შეჩერებები აღნიშნავს ფლოტილიის მოძრაობის მეორე წარუმატებელ მცდელობას ბოლო კვირებში ზღვით მიაღწიოს ღაზას, რადგან ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობაზე დაძაბულობა კვლავ იზრდება.